ყველაზე ახლოს ბრენდინგი არის რელიგიასთან. ბრენდინგმაც კარგად უნდა იცოდეს ადამიანი. აი აქ არის მათი თანხwebdriver. მარკეტინგი ეს არ არის საჩუქრინგი, ესე ვიძახონ ხუმრობით, ეს არის ბრძოლის ხელოვნება. შენ ომში ხარ რეალურად. ყველას მინდა მივუმატე რა არის მარკეტინგი, რომ ეს არის ადამიანის შეცნობა. თუ მართლა ესეთი მაგარი ხარ, რატო არ ვიცი შენს შესახებ? ჩვენ სხვათა შორის საქართველოში რამოდენიმე წარმატებული პროექტი გავაკეთეთ. ეს იყო GPC-ის რებრენდინგი, KS იყო თბილისის ბრენდინგზე City-ზეც Loves You. დავარტყით ნაბეღლავს და ვთქვით, რომ საფასო პოზიციონირება უნდა იყოს ნაბეღლავზე 5 თეთრით მეტი ან იგივე რაც ნაბეღლავია. თავიდან ბოლომდე შეიცვალა ვიზუალური ინტენტობა მაშინ და დღემდე ეს ფილიალები რაც მე შეიცვალა, ჩაცმის სტილი, თვითონ თანამშრომლების, ცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ანუ შენ თუ არ ხარ ძლიერი მარკეტინგის მენეჯერი, შენ ჩაგანაცვლებს ადვილად ხელოვნური ინტელექტი.